ასპინძელო მოგესალმებით, როგორ გიკითხოთ პირველ რიგში? გამარჯობა, მე ვარ თაკოგვილია. გამარჯობა, მე ცოდნე ვარ მირწყულავა. მე არ ვიქნები უბრალოდ ამ გადაცემის წამყვანი. ჯერა რომ თუ რეგიონი არ განვითარდა, ქვეყანა ვერ გაძლიერდება. ჩვენი მიზანია დაგანახოთ ბებია ბაბუების გასაჭირი და ის ჩაკეტილი ყოველდღიურობა, რაც აქ არის. ძლიერი რეგიონი წარმოშობს ძლიერ ქვეყანას. სწორედ ამიტომ რეგიონი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არხი უმრავლესობა არის ჩვენი მცდელობა, ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გვტკივა. ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენი ხმა ყოველთვის ისმოდეს. და გახსოვდეთ, ეს თქვენი ხმა, რომელსაც ჩვენ ხმამაღლა გავაშხერებთ. ჩამოვედით გორში, სოფელ ბოშურში. რათა გავიგოთ ადგილობრივების პრობლემები. გესალმებით, როგორ გიკითხოთ პირველ რიგში? ენაცვალი, ჯანი და ღონე მოგწყვეთ. აჰა. თუ გაქვთ გაზი, წყალი, მუდმივი, თუ ზამთარში რითითმებით სად არის გაზი, სად არის შეშა? არაფერი არ არის შულო. აი და ზურგით ვეძებოდი ეს დამოვდედი ხოლმე და ზამთარი კი გავატარი. რაიმე დაწესებულება თუ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს ზამთარში თქვენი შეშით გათბობით და ზაფხულში წყლის მომარაგებით. არ არის, არა, იმიტომ შეშა რო იყოს, არა, სადღაც დაგროვილი ერთ ადგილასა. ჩემი პენსიიდან გავიჭიროებდი და ერთ მანქანას შეშას მივიტანდი. აი ეს წუთშიაც რო იყოს, არა, ვიყიდიდი. საჭმელს მოვიკლებდი, რაღაცას მოვიკლებდი და აი გაზი არა გვაქვს. ხალხირდებოდნენ 5 მილიონს ყოველ სოფელს და ეს 5 მილიონი თუ მოვიდა ამ სოფლამდე და პირადად თქვენ თუ შეგეხოთ ან თქვენ გარემოცვას ან თქვენ გვერდით ყოფ ადამიანებს 5 ლარი მოვიდა 5 მილიონს ვინაჭივის. თვითონ არა ყოფილ ღმერთმა ყოდას ეგენი გააწვო და მე არაფერი არ მინდა. მარტო ცხოვრობთ? სულ ქმარი ვარ. შვილები თუ ყავთ? დასრულები რა შვილო გორს ცხოვრობენ, აქ რო იყვნენ რა უნდა გააკეთო. ტრანსპორტი როგორ მოძრაობს აქ სოფელში, რომ თქვენი გადაადგილება უზრუნველყოს სოფლიდან სოფლამდე, სოფლიდან ტრანსპორტი, ავტობუსის შოფერი ყვავს ისეთი რომ მაგრაქცია შვილო. და მაგარი ბიჭი არის ძალიან კეთილი ბიჭია, მაგრამ ერთი მოდის სამშაბათსა და ხუთშაბათსა. მურა გაგიმართ. ხურავობდა. ჩვენ ეხლა რაც მოვდივართ გზაში ამდენი ხანია, თქვენ ხართ პირველი ადამიანი, ვინც შეგხვდა სოფელში. რა იცვლებოდა და რა განვითარდა ამ წლების განმავლობაში აქ? აღარც მახსოვს, იმდენი მთავრობა ყვა გამოცვლილი. ყველა მთავრობა დადგებია რაღაცას კიდებია. ეს ზამთარისი გადავაგორო წინა წლის ამ ქონდა დარჩენილი. მე ბაღში რაღაცები დავჭერი. გაზ თუ გამოიყვანენ მართლა ხალხი დაისვენებს რა. რა თქმა უნდა. ტრანსპორტი რო იყოს, ყოველდღე დადიოსდეს. ხო შეიძლება იმ ავტობუსის შოფერსა რომ მიცენ მაგალითად საწვავი რა. ყოველდღე რა საჭირდება იმასა. და ყოველდღე ილის. ისეთი ბიჭი არის რომ ყოველდღელის აი მართლა გეცოდება სამი კაცი რო უზის მარშრუტკაში და უნდა ჩაგიყვანოს და ერთი კაცი რო იჯდე ისეთი ბიჭი არ დაგტოვებს იქ. გამოსავალი რა არის თქვენ როგორ ფიქრობთ? გამოსავალი ეგ არის რომ ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ, ახალგაზრდა რომ სოფლიდან გარბის, ესე იგი იქ არაფერი არ არის კარგად. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ბოლოს როდი შეხვდით თუ გახსოვთ? ეგ გამგებესა აილი, ჩაილის მანქანათის ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც ავხდებით. ველაპარაკებთ, ვესალმებით, მაგრამ მე ეგ ვიცი რა ეხლა ბიჭი კაი ბიჭი არის მაგრამ არ ვიყავი ხოლმე ეგრე რა ეს არა უშავს ეგ არის თანდევი, ცხოვრების თანდევია ეგ ყველაფერი. უნდა დაუბერდეთ, ჯვარი გწერია რო არ დაუბერდეთ. მოსავლიანი ადგილია რა. არა. არ არის? აი რიყიანი ადგილია. ან თქვენი შემოსავლის წყარო არის მთლიანად თქვენი პენსია, რომელიც უნდა იმყოფინოთ მედიკამენტებზე და ყველაფერზე, ხო? ეგ არის. გამარჯობა. გამარჯობა.
მოგესალმებით. ჩემი ოღლია. თაკო, ცოტნე სასიამოვნოა. ისეთ ციოდა გარეთ. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში. ჩვენ გამოვისეირნეთ, ერთად მოვდიოდით. კითხულობენ თუ არა შეშა გაქვთ თუ არა ზამთარში და შეშთ ხარ თუ არა უზრუნველყოფილები. ბარათები იძლევა ხოლმე და იმ სიშორეთ აძლევენ იმ ბარათებსა რომ ჩასვლაც შეუძლებელია. ტრანსპორტი გინდა, ტრაქტორი გინდა რომ გამოიყვანო იმ ტყიდანა და ჩვენ ამ პენსიონერებსა და საწყალხალხსა მაგდენი საშუალება არ აქვს და რა ღირს ძვირი ღირს შეშა 1200 მოიკელი და მოაგროვებთ ხოლმე ოღონდეს უნდა მოიკლო ყველაფერზე, მათ შორის წამლებზეც არა? წამლებზე ვერ მოიკლებ. აგე ისეთ წამლებსაც ვამე რომ ეს 1650 ლარი. ეს ერთი კოლოფი ღირს 1600 ლარი? ეს არის 1650 ლარი. ოთხეში წახვიდე ეს ზონაა გამოცხადებული არის აი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული და მოჭრა არ შეიძლება. ეხლა მაგაზე მაგრამ რო არ შეიძლება გავიგებ, მაგრამ ხალხს უნდა საშუალება მიცე რომ რა ალტერნატივა ხო უნდა იყოს სხვა? ო გათმოს სხვა ამბავი ხო უნდა იყოს სხვა გამოსავალი ხო უნდა მოინახებოს. 14 წელი თქვენი აზრით არ არის საკმარისი იმისთვის რომ გორიდან აქამდე გაზი ამოიყვანათ? რა თუნდაც 14 წელი კი არა. თვეებში გააკეთე 4 დღეში მონდომების ამბავია და 4 დღეში ამოიყვანა. ზუნვის ამბავია. 14 წელში ალბათ პირდაპირ აზერბაიჯანიდან გამოიყვანდნენ აქამდე გას მონდომების ამბავი რო ყოფილი. შეგვიძლია შეეძლო ირანიდანაც ალბათ უკეთესი შემთხვევაში, უფრო მონდომების შემთხვევაში. თუ უფიქრიათ თქვენი აზრით, რომ აქ მასხოვლოს კონდეთ ღირსეული სიბერე და ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნან მათ. წელიწადში ერთხელ აი საღდგომოთა ურიგებდნენ ხოლმე ფქვილსა, კვერცხს, ეს როდის? ასკასა. შარშანაც დაარიგეს გონი, შარშანწინაცა და ჩვენამდე არა მოდის საერთოდ და ვერც ვიგებთ ხოლმე. მერე გვიან იტყვიან ხოლმე, ფქვილიო, რავი, რაღაცები იყო ხოლმე და ეხლა რა აღარა. უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა სახელმწიფოს მართლობაში, მეტი ჭკუა აქვს იმ ახალგაზრდებსა, მეტი შემართება აქვს, მეტი აზრი აქვს და თანამედროვე დონეზე წაიყვანე, როგორც უნდა ცხოვრობდეს. ჩვენი გადაცემის და თქვენი ხმის მთავარი ამოცანა და ამბავია, რომ გავეჟღეროთ თქვენი ხმა ყველა დონეზე და შევეცადოთ, რომ რეგიონის პრობლემები გავაცნოთ. ხალხები და შვილები რო ჩავარდნენ ისინი. აბა ჩვენ ვერ ამოვდივართ. თქვენ რამდენი წელია რა ჩაუღლებულები ხართ? ურავება 12-დანა 54. მე 18-სა ვიყავი, 22-სა იყო. მოგიტაცეს? ჩემი ფეხით გამოვიდა. თქვენ საიდან ხართ წარმოშობით? მე ქარილისრანიდან ვარ, ზემოხვედურეთიდან. სად შეხვდით ერთმანეთს? ხვედურეთში, ზემოხვედურეთში დაყავდა იქა და იქ მოდიოდა ხოლმე და დამადგათვალი. მე უფლო ბიჭი ვიყავი და მაშინ ცოტა შეხედული ვიყავი და ეხლა ჩვენურად გამოიყურებით. კითხულ მამიტასამ. ტაქსის წამამიყვანა აქ. შვილები წავიდნენ და ისრულად მარტო დაჩით ერთმანეთს ასე ვთქვათ შეეზარდეთ უკვე აი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ურთიერთობაში ანუ ყოველდღიურ ურთიერთობაში რა არის თქვენთვის ყველაზე კომფორტული? კომფორტული უნდა ვიშრომოთ სხვა რა. შრომის გარეშე აქ არაფერი და ერთად ვშრომობთ, ერთად ვწვალობთ ხოლმე სულად. ჩემი სოციალს ვმუშაობდი შრომაში. შაბათი ჩემთვის არ იყო, კვირა ჩემთვის არ იყო. სალაუნებურად მეტი ისინა გაიკეთებინა. რეისები რომ გეგმა შეგესრულებინა და მეტი ხელფასი გქონოთ. სახელმწიფო აღარ არის. აი მე ბროუცკერი ხარ თქვენა ესენი სულ გასაქირებელი კოტეჯებია. ადგილობრივი არავინ არ არის. რამდენი ცხოვრობს ახლა? აჩა აქ არ არის. ერთი აზორა 87 წლის არის. მეორე ვახუარი ისიც 87 წლის არის. ციცოეგეც 78 წლის არის და ჩვენ ორნივართ ეკა და ისიც
ეს ცოტა იქით მოკე თქვენ თვალ წინ დაცარიელდა სოფელი. ეგრეა. არ არის. რთული იყო ამასთან შეგუება, ხედავთ რომ ნელ-ნელა ანუ ასეთი მდიდარი სოფელი ბუნებით, ყველაფრით ცარიელდება იმის გამო, რომ ელემენტარულ პირობებს არ ქმნის მთავრობა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს მიექცეს ყურადღება. რო იყოს ახლა კარგად საქმე იკაცო, რაზე წავა აქედან? ერთი პრობლემაა, რომ დავბედით აღარ შეგვიძლია. ახალგაზრდები რო იყო თქვენი ტოლები. არაფერს არ ვიდატრებდით, ყველაფერს მიუხედავად. ცხოვრობდით კარგად. ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ადამიანები ძირითადად ამ ასაკში ყოველთვის მაინც ცოტა არ იყოს და სხვანაირად გვიყურებენ და როდესაც თქვენი თაობის ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენი იმედი აქვს და უნდათ რომ აი ცვლილებები ჩვენგან დაიწყონ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი კვდება ზიზავარდება და იმას შენა ფეხით ასევკაცო. ან სახში როგორ აზინავთ იმას მშობლებსა. ეგეთი არც ჩემი შვილი მინდა, არც ჩემი შვილი მინდა. ის კი უკეთიათ, მასკა უკეთიათ, მაგრამ ყველა თავის შვილსაც ცდილობს. სიარულის მაინც ასწავლოს. გაზარდეს თავადმა მშობლებმა თავიდანვე. რატო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან ეგეთი იმაზე? არ მომწონს და მორჩა რა. მე პარლამენტის წინ ვიდგე. გინდა ტროტუარზე ვიდგები და გინდა სადაც გინდა ვიდგები, კაცო. რუსია კარგი არ არსებობს. არ არსებობს. ჯიში აქვს ეგეთი. სულ სამოხდე თუ ჩაგიგდო ხელში, მოგერია, სულ სამოხდეს. არაფერი კარგი მაგათში არ არის. მაგ ქართველი და ეს სხვა რას ლაპარაკობ. ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ტყუილია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორში, ზემო ბოშურში, ხო 5 ოჯახი არის ამ სოფელში და ძირითადად ამ მცირე რიცხვს მოსახლეობის ხსნიან იმ მიზეზებით, რომ ძალიან რთულია აქ ცხოვრება იმ სიდუხჭირისა და იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც არის. ერთი წამი რა გამიჩერდეთ? დედა. გამარჯობა ბოდიში რომ შეგაყოვნეთ. მე ქალბატონმა თქვენზე მითხრა რომ სკოლაში სამ ბავშვს ასწავლით. ასწავლით ბავშვებს. ინგლისური და კომპიუტერების გარდა. ამდენი წელია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? 2000 წლიდან. ჰე მასპინძელო დატოვე კარი. მასპინძელო მოგესალმებით, ბედნიერი იყო ჩვენი ფეხი თქვენ ეზოში. როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? გამარჯობა. მადლობა მასპინძელისთვის. სიცივე ქონიათ განსაკუთრებული თქვენ. კი, აქ ვიყავით როცა თოვდა და ხელი მოგვეყინა გარი. მარიკარი ჩაგდებული ისისა. როგორია გაზის გარეშე ზამთრის გადატანა ზემო როგორია ბოშურში? ბალონს ავყიდულობთ გორში, პატარა ბალონს. შენ რო შევხედე და ვიგძენი რომ აქ ძალიან ცივი კლიმატი ცოდნია ცივია, ვაიმე, აქ დაახლოებით დახმასო ალბათ ყველაფერი, ერთი ისეთი სეზონი ყინვები მაინც იყო. ის იქნება კიდე ზამთარი, ერთი თვე მაინც ალბათ კიდე. დრეებს ახმაროთ ახლა ვაშლი დავჭერით, რავი რაღაცებით გავდივართ იოლად. ეხლა ხმელი შეშაც რომ დაგინახონ. ვაიმე, ჯარიმე. შინა რაღაცები დავწვით ეხლა და ვაიმე, აი არის რეიჯერებმა. კი, ბევრჯერ დღეს დავინახე რომ რამდენჯერმე აიარეს რამდენ დედა ბიძახი რა გავქნა რომ დამაჯარიმონ ტენდერები რო იყო მაშინ ტენდერები რო იყო ხეთყე ხო იცით რაც იყო ახალობა ხო და ეს ახალგაზრდები მუშაობდნენ ბიჭებსა წერგული აქვს ჩაწყვეტილები ზოგ წელის კივად რავი ზოგს რაი და ეხლა ეს ტენდერები რო გაუქმდა საერთოდ უჭირთ ხალხს და ამ პრობლემის მოგვარების გზას თქვენ როგორ ხედავთ რომ აქ არავინ პრობლემას არ აქვს აი მაგალითად ეხლა ღობეები ხო შემოღობილი და დანგრეული ჩემი ეზოი რო ამოიარდება გზის გვერდზე ღობეებია დანგრეული
იმის უფლება არა გვაქვს ჩვენ რომ წავიდეთ ან ლატანი მოვჭრათ ან საბოძე მოვჭრათ ახლა არ არის საშუალება რომ ყველამ კაპიტალურად შეღებოს თავისი ხელმძღვანელობა რამდენად ხშირად ჩამოდის თქვენთან შეხვედრას თუ ახერხებენ ან თუ ისმენენ თქვენი გასაჭირის შესახებ არავინ არ მოდის ჩვენამდე აი ქვეთ სოფლებში სოფელში კი მოდის მაგრამ ჩვენა ვერ ვგებულობთ რა დროს მოდის აქ როგორც დავაკვირდი არც ტელეფონი არ უჭერს დით ხოლმე მაღლა ის ნოკიები რო იყო ერთი ნამრავდით ხოლმე როსაც აიჭერდა თან მოსახლეობა არ არის იმდენი რომ ფიზიკურად მისვლა ვერ მოახერხო ანუ როდესაც თითზე ჩამოსათვლელი ოჯახი ყავს ერთ სოფელში არ ამგონია ეს დიდი პრობლემა იყოს მიხვიდეთ თუნდაც პირისპირ თითო ოჯახთან და მისი გასაჭირი გაიზიარო და რაღაცნაირად მოაგვარო მადამდე მოდიან მაგრამ აი ვისაც ევალება რომ დანარჩენებს შეატყობინოს აი თავრობის ხალხია მოსული და მოდი და აი თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი გასაჭირი რამე ხო შეიძლება მაგრამ არ გეუბნევიან არა მე აი 2-3 დღის მერე ვგებულობთ რომ ვიღაცა იყო მოსული და ისიც ეხლა ციცულგან გავიგებ ხოლმე ხომ რამ შეუშალოთ 14 წლის განმავლობაში რომ აი ზემო ბოშურში გაზი ამოსულიყო რამ შეუშალათ და რა ვიცი აბა რამ შეუშალათ არჩევნებზე თუ იყავით წელს ყოველთვის დავდივართ მაგრამ ღირსები არ არიან რა იმედით დადიოდით რაღაც გვეღირსებოდა იქნებას პერსპექტივით რომ მაგრამ ღირსები არ არიან ნაციონალი ხარ შენა ის ოცნება და ერთმანეთი არ მიყავთ მანქანაში არ ასვამენ ზოგი ფეხი დადიან ზოგი ეს ამ პატარა სოფლის პირობებშიც არის ეს განხეთქილება და ამაზე საუბარი პოლიტიკური ნიშნით შეფასებით ესენი არიან რაც არიან აქა უნდა ოცნებას მოუწერო ხელი, აბა თუ არ მოუწერ? ეს გაჭიროება და გაჭიროებული ხალხი არის ის მთავარი სისუსტე, რაზეც შეუძლია ამ მთავრობამ იქონიოს გავლენა. მართალი ხარ, მართალის უყვარ თავა ბოდიში აღარ მინდა თავანჯიბები twin არიან. არა, გოგო კარგი გოგოა, მაგრამ რავი. მე თვითონ მერიდება. აი რა მოვიარე. ძაღლი ყოლია პატრონად. კი, დაგუძახო. მოდი ცოგლი. ზოია. უბრები გოგო დინოში. გამარჯობა ხალბატონო ზოია. მე თაკო ვარ. გამარჯობა მე ცოტნე. ზოია ვარ. ხოდა მე ამიჩქარდა და ძალიან ყოჩაღად გაართოთ. შაშა ჩაგვიჭდეთ. იყოს. ხერო შუას ჩამ დავდანდეთ. როგორ უმყავდები ძამთარს? აბა გამკლავება ადილას ისე ბარდენი და რო გამოვიხედე გული გამისკდა. ისე თოვდა. მე თქვი კიდე არ მოვიდეს თოვლი. მოკლედ ამ სოფლის პირობებში თოვლის დანახვა შიშის გზნობა. შვილები თუ ყავთ? შვილები ორი გოგო მყავს შვილო წასულები არიან. ემიგრაციაში არიან. ემიგრაციაში არიან. ორივე შვილი ემიგრაციაში. ორივე შვილი და ერთი ბიჭი მყავს აქ იმას 3 შვილი ყავს. დიდი ხანია რაც ემიგრაციაში არიან თქვენი შვილები? უი მე 30 წელია შვილი არ მინახია გოგო. თუ ყოფილა რაიმე გამოხმაურება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თქვენ მიმართ? არაფერი შვილო, რაღაცა დახმარებები დაიდიგეს, თვითონ დაიდიგეს. ჩვენ არც გამიგია, არც გამაგებინეს. უკითხავს ხალბატონო ზოია, არავინ არ მოსულა შვილო, არც არავის უკითხია. რა მიჭის და რა მერხის. აგეიბოდით აქცევას არის დედრო დამეცეს არავინ არის პატრონი. აივლიან, ჩაივლიან, ხო ხედავენ. აი მაგაზე მე რაც უნდა ჩავიდე, აი რო ჩაივლეთ ნახეთ, შეხედეთ შვილო რა დღესია. არჩევნებზე თუ იყავით მისული მაინტერესებს. როგორ არ ვიყავი? თქვენი სურვილით? ჩემი სურვილით ახლა აქა ისეთი სიტუაცია ხო არ მინდა ბოლოს. ხო, მესმის. თვითონ თქვენამდე რამდენი დაახლოებით რამდენი ლარის მედიკამენტები გჭირდებათ? ვაიმე, აი მორთვეში გადავიხადე 1265 ლარი მივეცი. აქ მოვიტანე ზოგი წამალი, ზოგი იქ ვიყიდე. პენსიის პლუს 20 ლარი ეგონა ამ მთავრობას რომ რაიმე უკეთესობას იზამდა. 20 ლარი აქეთ მე მივცემ თუ უნდათ. ხო. მე მივცემ 20 ლარსა თუ გამოადგებათ. შვილო, ისეთ რამეებს აკეთებენ თავიანთვინ რომ თუ ის შეიძლება, ის არ შეიძლება გაკეთდეს, როგორ არ შეიძლება. თავიანთ ჯიბისთან ყველაფერი კეთდება. მე აქ არაფერი დამინახია გაკეთებული, არც არავის არაფერი შემოუთავაზებია. აი მას ვეხვეწები ამ დენსა და ესეც არ გააკეთეს. რა პრობლემა აქვს ამ დენს? დაიქცა ბოდი. დალპა, ამოტრიალ და
რაც მინდოდა დამპალი ბოძების მოტანა, ხო შეიძლებოდა ის ბიტონის ბოძი მოეტანათ აქაცა. გავიდოდით და მოვჭრიდით მაღაზე უკეთეს ხესა დამპალი რო არ მოეთრიათ. ჩვენ ასე გავიგეთ, რომ აი გამგებლის დედა ის და კომპანია მათი არის პასუხისმგებლები, რომ სასაფლაოები იყოს დალაგებული. თუ იცი, თუ ფლობთ ამ ინფორმაციას და თუ არის საერთოდ სასაფლაოები დალაგებული. მინახია იქ არც დამლაგებელი და არც დამსუფთავებელი იქ არავინ არ დამინახია. საღდგომოთ მაინტერესებს სოფლის მაცხოვრებლებს რაიმე სახის დახმარებები თუ დაგერიგეს. შვილო, ხო გეუბნები, რაღაც გერმანული ის დარიგდაო თვითონ დაირიგეს, მერე დარიგდა თვითონ დაირიგდეს და ჩემამდე არც მოსულა. ხო შეიძლებოდა გამგებელს გეეფთხილებინა, რომ აი ზოედეი და ესეთი რამეა და ჩამაბძანეთ თქვენც. აი ავანტყოფი ბიჭია ის ჩამოვიდა და მამა შენი სად არის მეთქი ვკითხე და გავითავ რაღაცას არიგებენ ბოშურშიო. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად გამიხარდათ შვილო. თქვენთან შეხვედრა. მადლობა დიდი კარგად იყავით, დიდი მრავალ მადლობა. აღდგომას ბედნიერად და დიდი მადლობა რომ ერთხელ ვიტყვი კიდე რომ ვიღაცამ გვიკითხა. არა რა, ჩვენ მაგისტვის ვართ. ჩვენი მიზანი ვცდილობთ, არის რომ- ზუსტად ეგ, რომ გავაგებინოთ ხალხს თუ რა სიტუაციებია სოფლებში და რაღაცნაირად გადავჭრათ ეს პრობლემები ხალხთან ერთად და თქვენთან ერთად. ზოგადი სურათი რო ამიღწერო, აბიტურიენტები ამ სოფელში რა გეგმებით ხართ? ყველა ვაპირებთ ამ კლასში ვინც ვართ ჩაბარებას და წასვლას სასწავლებად ქალაქში. და ეხლა ზოგს საშუალებაც არ აქვს, მაგალითად ეხლა წელს ვინც არის აბიტურიენტი, ერთი ბავშვი არის და საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და იმდენი საშუალება არ აქვს, რომ სახლი ქონდეს, რომ ჩააბაროს და დარჩეს იქ. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს ახალგაზრდას მოუწევს ამ სოფელში დარჩენა, აქვს თუ არა რაიმე სახის პერსპექტივა, აი აქ დარჩენის მომავალს შენ ცხოვრებაში როგორ ხედავ? აქ ვერ განვითარდები ისე, არ არის პირობები, რომ აი ხელი შეგეწყოს და ან სამსახური იყოს ისეთი რამ, ან ვერ განვითარდები რა, აუცილებელია ქალაქში წახვიდე და შენ პირადად გადაწყვეტილი გაქვს რომ წახვიდე, რა რაზე გინდა რომ ჩაბარო, რაზე? სამართალზე.